რაც უფრო დიდი შანსი გაქვს წაგების, მით უფრო მეც რისკა. ეგ ეხა დავაკავშიროთ იმას თუ რანაერად იყენებენ პროპაგანდის დროს მაგას. როგორც ბატონი ნასიმტალები იყო და ჩვენ ტყავზე გვაქვს გამოსტილი. ჩვენი ცხოვრების გამოსtildeება არის ის ისტორია, რასაც მაგ ცხოვრებაზე ყვები რა. ერთი რაც მომხვთა კი არა და მსხვერპლი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ აი ყოველ ნაბიჯში ალბათ არის ეს შარავანდედის ეფექტი რა. ძალიან იშვიათია ველოსიპედის აღმოჩენა. რატო არის რომ ძვირად ღირებული ბრენდები პროდუქტი თუ არ გაიყიდება, ფასდაკლებას კი არ აკეთებენ, ანადგურებენ მაგ პროდუქტს. ორჯერ უფრო მტკივნეულია წაგება, ვიდრე მოგება რა. ერთი და იგივე თანხის. ძალიან ძნელი არის მე სხვაგან ახვიდე თუ შენ მხარეს არ არის მოთმინება, ძალა და ასე ვთქვათ კონტროლის თუ რაც ქვია მაგას არ ვიცი რა ქვია მაგას. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს ნათქვამ პირველად ნათქვამ ფასს. მარკეტინგი იქნება ეს, გაყიდვები იქნება ეს თუ მოლაპარაკებები იქნება. სერიოზულად ძვირფასი ინფორმაცია არის. ის უფრო კარგ ხელსაყრელი მათ ჟღერს, რა ქვია, ასე ვთქვათ. გარიგებად ჟღერს. კითხვა ნიუ-იორკის მეტროში ჩახვედი და ხედავ რომ ვიღაცა ზის და კითხულობს ნიუ-იორკ ტაიმს. ყველას PhD აქვს. სადღაც სერვისში ყველას შეგვეშლება. გაქვს თუ არა გეგმა როგორ აკეთებ რიკავერის? გარდა იმისა, რომ საოცარი წიგნიაო და ნობელის პრემია მიივეცითო, პლუს კიდევ პულიცერის პრიზი უნდა მიგვეცაო, ისეთი მაგარი დაწერილიაო.